უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს საერთოდ ვინმეს თუ ეკონტაქტება ხელისუფლების შტოებს შორის თუ ერთმანეთის პოზიციებს ტელეეთერიდან იგებენ. Rodende უნდა მართოს ქვეყანა არაკომპეტენტურმა და დაბალი კვალიფიკაციის გუნდმა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიების დღესაც კი არ იცის, თუ ვინ წარმოაჩენს და დაიცავს საქართველოს ინტერესებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მით უფრო ისეთ ღონისძიებაზე ევროპარლამენტში, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. მაშინ, როდესაც ძებნილი სააკაშვილი ხელიდან არ უსშვებს შანსს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ჩვენი დასავლელი მეგობრების შეცდომაში შესაყვანად, ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ის რაც ხვალ შესაძლებელია მოხდეს ევროპარლამენტში, შეიძლება დაერქვას და შეიქმნას ძალზედ უხერხული მდგომარეობა და ამან აღმოაჩინოს ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში, როდესაც ძებნილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთდროულად აღმოჩნდებიან ერთმანეთის გვერდით. დღეს ის აბსურდული გადაწყვეტილებები და ის აბსურდი, რა გადაწყვეტილებებსაც და განცხადებებსაც ჩვენ უყურებთ და რისი მომსწრენიც ვართ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ან სრული უვიცობისა და მომზადებლობის, ან კიდევ უფრო უარესი ფარული კოჰაბიტაციის ნათელი დადასტურება.